მამამ ყველაფერი დაგიტოვა და წავიდა ამ ქვეყნიდან, სამშაბათს ყველაფერი დაკარგა. რომ იმ შრომას უნდა იყო შეჩვეული და მიჩვეული და უნდა იცოდე ის საქმე, რასაც მამა შენი აკეთებს და აქ უნდა დაუჯდე და უნდა მოусმინო. შენი ხელით უნდა გააკეთო, რო არ იყოს ხვალ მერე რაშვები. ჯობია ისწავლო დღეს და როგორ არის ჩვენთან. ორშაბათს რო რაღაცა პრობლემა ექნება, დავუშვათ, გარდაიცვალა მამა, ან ბიძა, ვინც პატრონობდა და ჩააბარა ამას, ხო? სამშაბათს ლამბორჯინს იყიდიან, ოთხშაბათს ლამბორჯინი გატყდება და ყველაფერს ერთად კარგავს. ამიტომ ცოდნაზე და გამოცდილებაზე უკეთესი არაფერი არ არის. განათლებული უნდა იყო, მაგრამ უფრო მეტი პრაქტიკა უნდა ქონდეს ცხოვრებაში მიღებული. და ეს ყველაფერი რო შეძლო, ამისთვის არის საჭირო შრომა და უნდა დაუჯერო იმას, ვინც იცის. თქვენ საიდან იცით? წიგნიდან, ხო? ვინ დაწერა ეს წიგნი? ჩვენნაირმა ხალხმა. და ჩვენ დაწერილი წიგნიდან მერე იწერს თვითონ მწერლები, ხო? და მთელ მსოფლიოში იყიდება. და ესია შრომა. შრომის და პრაქტიკის გარეშე არაფერი არ გამოვა. რომელი არის თქვენი ოცნების მანქანა? ჩემი ოცნების ავტომობილი არის, თქვათ, ბევრი სხვადასხვა ავტომობილი, მაგრამ მე რაც მომწონს დღეს მაგალითად არის და რაც მყავს, არის მე ავტომობილი უნდა მყავდეს, ხო? შენებელი რო იყო, ყველაზე მაგარი სახლი მექნებოდა. მე მყავს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილი Mercedes-ის Maybach-ი. მე მყავს ერთ-ერთი საუკეთესო ყველაზე ბოლო მოდელი Range Rover-ი და ორი როგორ არის სხვადასხვა ავტომობილებიც მყავს, მაგრამ არის ძალიან კარგი ავტომობილი Jetour-ი, რომლითაც მე დავდივარ და არის კიდევ სხვადასხვა ელექტრომობილები, რომლებმაც უკვე საქართველოში ფეხი მოიდგა და გაამართლა. და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ მაინც ელექტრომობილის დღე მოდის, დრო მოდის და ყველა გადაჯდება ელექტრომობილზე. ეს Range Rover-ის და Maybach-იც გამოდის უკვე ყველა ელექტრო და ყველაზე ჩვენ გვეყოლება. არჩევნის წინაშე რო დადგეთ, კარიერას არჩევ თუ ოჯახს? აბა ვინც იტყვის, რომ კარიერას ავირჩევო, ის ტრადიციის მოყვარული არასდროს არ ყოფილა, ხო? თქვა, რა თქმა უნდა, თქვენ ახალგაზრდები ხართ და უნდა იცოდეთ ყველამ, რომ პირველ რიგში არის ოჯახი. თუ ოჯახი არ აქვს დალაგებული და თუ ოჯახში მყარად არ დგახარ